ბრიტანეთის მეფე ჩარლზ დამეტი გუშინ გამოვიდა აშშ-ის კონგრესში და მას ნამდვილად ჰქონდა სათქმელი ვაშინგტონის პოლიტიკური ხმამძღვანლობისთვის. პირველ რიგში კი რა თქმა უნდა დონალდ ტრამპისთვის. სიტყვით გამოსვლა ბრიტანელებისთვის დამახასიათებელი თავშეკავებულობით იყო წარმოთქმული, მაგრამ მასში ძალიან ბევრი ქვეტექსტი იგრძნობოდა. ჩარლზ სამიმ ოსტატურად შეფუთა კრიტიკა დონალდ ტრამპის მისამართით და მიანიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სასწრაფოდ უნდა გადახედოს საკუთარ შეხედულებებს. ამ გამოშვებაში მინდა თქვენთან ერთად გავაანალიზო და გავშიფრო ბრიტანეთის მონარქის ჩარლზ ეთის გამოსვლის ზოგიერთი საკონძო მონაკვეთის, ეს დაფარული გზავნილები. ეს საკმაოდ საინტერესო გამოშვება იქნება, რადგან მეფის ვიზიტი ვაშინგტონში ბევრ ამას შეიძლება შეცვალოს, მათ შორის აშშ-ის ურთიერთობებს ნატოსთან და უკრაინასთან. მე მქვია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ არხი. დაალაიქეთ გამოშვება და დაწერეთ ნებისმიერი კომენტარი. გარდა ამისა, გამოიწერეთ ჩემი ტელეგრამ არხი Pechi News-ი, ბული მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. მოკლედ, თავიდან შეიყვანთ საქმის კურსში. 28 აპრილს დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ სამი აშშ-ის კონგრესის წინაშე სიტყვით გამოვიდა. ეს იყო პირველი გამოსვლა ბრიტანელი მონარქის მიერ ამერიკელი კანონმდებლობის წინაშე 1991 წლიდან. ამიტომაც ეს მართლაც ისტორიული მოვლენა იყო. ჩარლზ ტრემ თავისი სიტყვა დაიწყო იმით, რომ შეეხო დიდი გაურკვევლობის ეპოქას, რომელსაც აწყდებიან როგორც აშშ-ო, ასევე დიდი ბრიტანეთი. მან გააცხადა, რომ მიუხედავად გაურკვევლობისა, კონფლიქტებისა, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში, დიდი ბრიტანეთი და აშშ ყოველთვის დარჩებიან ერთგულ მოკავშირეებად, დემოკრატიის დაცვის საქმეში. მეფემ ასევე ახსენა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კრიტიკა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმართ. მან აღნიშნა, რომ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ პირველად იქნა გამოყენებული ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მეხუთე მუხლი და ნატო მობილიზდა თავისი ერთ-ერთი წევრი სახელმწიფოს დასაცავად. ეს იყო ერთადერთი რეალური შემთხვევა, როცა ნატო მოკავშირეს დაეხმარა და ეს იყო აშშ. ამიტომ ტრამპს არ უნდა გაუკეთოს განცხადებები თითქოს ნატო ქაღალდის ვეფხვია. ამასთანავე ჩარლზ სამი მოუწოდა უკრაინის მხარდაჭერის შენარჩუნებისა და კიდევ უფრო გაძლიერებისკენ. შემდეგ მოჰყავს მისი ციტატა. 11 სექტემბრის მოვლენების უშუალო შედეგების დროს, როდესაც ნატო პირველად თავის ისტორიაში გამოიყენა მეხუთე მუხლი, ჩვენ ერთად უპასუხეთ ამ მოწოდებას. ისევე როგორც ჩვენი ხალხები ამას აკეთებდნენ უკვე საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, გვერდ-გვერდ ორი მსოფლიო ომის, ცივი ომი, ავღანეთისა და სხვა მომენტების განმავლობაში, რომლებაც განსაზღვრეს ჩვენი საერთო უსაფრთხოება. დღეს იგივე ურყევის შემართება საჭიროა უკრაინისა და მისი მამაცი ხალხის დასაცავად. უზრუნველყოთ ნამდვილად სამართლიანი და მტკიცე მშვიდობა. მეფემ ასევე ისაუბრა სროლაზე, რომელიც შაბათს თეთრი სახლის კორესპონდენტების ვახშამზე მოხდა და განაცხადა, რომ ასეთი ძალადობის აქტები არასოდეს მიაღწევს წარმატებას. მოგვიანებით ჩარლზ სამე შეხვდა ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების ლიდერებს, რათა განეხილათ პრობლემები, რომლებსაც სტარტაპები განვითარების ადრეულ ეტაპებზე აწკდებიან. შემდეგ კი ის და დედოფალი კამილა მონაწილეობდნენ სახელმწიფო ვახშამში ბელარუსში. სხვათა შორის ვახშამზე სადღეგრძელოს დროს დონალდ ტრამპმა ხაზი გაუსვა განსაკუთრებულ ურთიერთობებს აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის. ხოლო ჩარლზ სამემ თავის სიტყვაში იხუმრა დონალდ ტრამპის საკამათო ახალ პროექტზე, კერძოდ კი თეთრი სახლის აღმოსავლეთ ფრთაში საბალო დარბაზზე. მეფემ გაიხსენა, რომ ადრე 1814 წელს ბრიტანელებმა თავისებურად უკვე ჩაატარეს თეთრი სახლის რეკონსტრუქცია. მან აღნიშნა, რომ ტრამპი ორიგინალური არ არის. ბრიტანელებიც ცდილობდნენ თეთრი სახლის მოდერნიზებას, თუმცა საკმაოდ სპეციფიკური გზით. აქვე ახსნი თავადხუმრობას. ჩარლზ მესამემ 1814 წლის მოვლენებზე მიანიშნა. მაშინ ანგლო-ამერიკული ომის დროს ბრიტანულმა ჯარებმა ვაშინგტონი დაიკავეს და უბრალოდ დააწვეს თეთრი სახლი. გარდა ამისა, ბრიტანეთის მეფემ გაიხსენა, რომ დონალდ ტრამპმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ამერიკის გარეშე ევროპელები ყველა გერმანულად ილაპარაკებდნენ. მან ტრამპს მიანიშნა. პირდაპირაც კი თქვა, რომ მოусმინეთ, არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ რომ არა, ბრიტანელები, თქვენ, ამერიკელები, საერთოდ ფრანგულად ილაპარაკებდით. ამიტომ მოდით, ნუ დავიწყებთ იმის გარკვევას, ვინ არის უფრო მაგარი. მაგრამ მთელი ამბავი ისაა, რომ მეფე ჩარლზ სამის მთელი სიტყვა სავსე იყო ესეთი დაფარული მნიშვნელობებით და საყოდურებითაც კი დონალდ ტრამპის მისამართით. ეს იყო ბრიტანეთის მეფის პირველი სიტყვა აშშ-ის კონგრესში ბოლო 25 წლის განმავლობაში. და ეს ვიზიტი მიეძღვნა აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლის თავს ბრიტანეთისგან.
ახლა გიმოდით გავაშიფროთ ბრიტანეთის მეფის ზოგიერთი გზავნილი. მაგალითად, როცა ჩარლზ სამი შეგვახსენა, რომ ნატომ პირველად გამოიყენა მეხუთე მუხლი და გაეროს უშიშროების საბჭო ერთიანი იყო ტერორის წინაშე. როცა აშშ-ში 11 სექტემბრის ტრაგედია მოხდა, მან იგულისხმა შემდეგი. თითქოს მოусმიათ, არ თქვათ უარი მეხუთე მუხლზე, მაგრამ ბრიტანელები გვერდით იყვნენ, როცა ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო. და ის, რომ ახლა დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ომში ირანთან არ ეხმარებიან, ეს ისეთი მნიშვნელოვანი არ არის, როგორც მაშინ იყო. შემდეგ კი მოვიყვან მეფის ციტატას, რომელიც ერთ შეხედვით უცნაურად და არც ისე შესაბამისად ჟღერს. ციტატა: მე დიდი სიამაყით ვემსახურებოდი სამეფო ფლოტს. მივყვებოდი ჩემი მამის, პრინც ფილიპეს, ედინბურგის ჰერცოგის, ჩემი ბაბუის, მეფე გიორგი მე-6-ის, ჩემი ბიძა ბაბუის, ლორდ მაუნტბატენის და ჩემი დიდი ბაბუის, მეფე გიორგი მე-5-ის სამხედრო საზღვაო გზას. შეიძლება იფიქროთ, რატომ საუბრობს მეფე ამაზე კონგრესის წინაშე, მაგრამ ყველაფერი სინამდვილეში ძალიან მარტივია. ბრიტანეთის მეფე ეუნება ტრამპს. შეწყვიტეთ სამეფო ფლოტის დაცინვა. საქმე იმაშია, რომ ცოტა ხნის წინ ტრამპმა განაცხადა, რომ სამეფო სამხედრო საზღვაო ფლოტი თავის დანიშნულებას ვერ ასრულებს. ტრამპის ციტატა: თქვენ ფლოტიც კი არ გაქვთ, ძალიან მოხუცები ხართ და თქვენი ავიამზიდები გაუმართავია. აი ესე საუბრობდა ის ბრიტანეთის ფლოტზე. და ბრიტანეთის მეფემ მას უპასუხა. შემდეგ კი ბრიტანეთის მეფემ ნამდვილად გააოცა. მან განაცხადა შემდეგს, ციტატა: ამერიკის სიტყვებს აქვს წონა და მნიშვნელობა, როგორც დამოუკიდებლობის მოპოვების დროიდან. ამ დიდი ერის ქმედებებს კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს. პრეზიდენტი ლინკოლნი ამას შესანიშნავად ხვდებოდა და თავის დიად გეტისბურგის სიტყვაში მან აღნიშნა, რომ შესაძლოა მსოფლიო დიდ ყურადღებას არ აქცევდეს იმას, რასაც ვამბობთ, მაგრამ არასოდეს დაივიწყებს იმას, რასაც ვაკეთებთ. და ეს უბრალოდ გენიალური სიტყვები იყო, მიმართული დონალდ ტრამპის მისამართით. დონალდ ტრამპის მკვეთრი და ტაქტის არ მქონე პოსტები სოციალურ ქსელებში. ეს თითქოს არც ისე კარგია, მაგრამ ეს მაინც სიტყვებია. და მეფე მოუწოდებს, რომ სანამ ჯერ კიდევ არ არის გვიანი, თუ ტრამპი უბრალოდ დაუბრუნდება მეგობრულ ურთიერთობებს, ევროპა და ბრიტანეთი ასე თქვა შეიძლება დაივიწყონ და უდაუგულებელყონ ეს ყველაფერი შეურაცხყოფები. იმიტომ რომ ეს სიტყვებია. აი ასე. ეს ყველაფერი სიტყვებია, რომლებიც ტრამპის პირიდან ამოდის და თუ ის რეალურად შერიგდება, მაშინ ყველა მზად არის შერიგებისთვის. შემდეგ ბრიტანეთის მეფემ პირდაპირ თავისი ადგილი მიუჩინა ტრამპს. კიდევ ერთი ციტატა. აშშ-ში უზენაეს სასამართლოს ისტორიულმა საზოგადოებამ დათვალა, რომ თავისუფლებათა დიდი ქარტია ციტირებულია სულ მცირე 160 საქმეში უზენაეს სასამართლოში 1799 წლიდან. არანაკლებად როგორც პრინციპის საფუძველი, რომლის მიხედვითაც აღმასრულებელი ხელისუფლება ექვემდებარება შეკავებისა და გაწონასწორების სისტემას. ანუ ფაქტობრივად მეფემ განაცხადა, ბიჭებო, ბრიტანეთმა ოდესღაც მოგცათ ინსტრუმენტები, რომ მოეთოქათ პრეზიდენტი, რომელსაც უწევს დაავიწყდა, რომ მის ქვეყანაში მოქმედებს შეკავებისა და გაწონასწორების სისტემა, რომ ის არ არის მეფე, მას არ აქვს პირადი და ერთპიროვნული ძალაუფლება. არა, მასზე ზემოთ არის კონგრესი, უზენაეს სასამართლო და ასე შემდეგ. და ბოლოს ბრიტანეთის მეფემ განაცხადა, ციტატა: მთელი გულით ვოცულობ, რომ ჩვენი ალიანსი განაგრძობდეს ჩვენი საერთო ღირებულებების დაცვას, ჩვენს პარტნიორებთან ერთად ევროპაში და თანამეგობრობაში, ასევე მთელ მსოფლიოში. და რომ ჩვენ უგულებელხოთ მოწოდებები კიდევ უფრო მეტი ჩაგედილობისა და იზოლაციისკენ. სინამდვილეში ჩარლზ მესამე ამბობს, რომ ნამდვილად დარწმუნებული ხარ თქვენს იდეაში, ამერიკა უპირველეს ყოვლისა და იზოლაციონიზმის იდეებში. ან იქნებ საბოლოოდ უნდა გამოიღვიძოთ და გაიგოთ, რომ მოკავშირეებისა და პარტნიორების გარეშე თქვენ არავინ ხართ. აქ წერტილებს დავშავ, თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერეთ. ამ გამოშვების ქვეშ გამოიწერეთ არხი, დააცკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიკის დაჭერა. ამით ყველაფერი დასრულდა, იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას ნახვამდის.